თბილისშია ბატონი ირაკლი? კი, არის. აბასადულაიოს. ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ ვერდიქტს ირაკლი ღარიბაშვილი მოსაშვილის ქუჩაზე ოლიგარქის ნაჩუქარ ბინაში ელოდება. მიუხედავად იმისა, რომ ღარიბაშვილი დიდი ხანია სახელმწიფო თანამდებობას აღარ იკავებს, აქ პირველ სართულზე ისევ დაცვა დგას კორპუსის პერიმეტრს კი ისევ უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები აკონტროლებენ. გამომძიებლები მოვიდნენ აქ თუ დაიბარეს განყოფილებაში? არავინ არ ყოფილა, არსად არ ყოფილა დაკითხვაზე, რატომ უნდა ყოფილიყოს დაკითხვაზე? ელოდება ბატონი ირაკლი დაკავებას? ელოდება დაკავებას? რა კითხავს ასე? მისი უახლოესი გარემოცვის წევრი დაიჭირეს ბატონი ჯუანშე ბურჭულაძე ძალიან მძიმე ბრალდებით. ელოდება ღარიბაშვილი რომ დააკავებენ? ყოფილი პრემიერი თანაგუნდელების დაკავებას დუმილით ხვდება. 1 ივნისის შემდეგ სოციალურ ქსელში არ გამოქვეყნებულა მისი არც ერთი განცხადება. არადა ჯუანშერ ბურჭულაძე ირაკლი ღარიბაშვილისთვის მხოლოდ ერთი რიგითი კაბინეტის წევრი არ ყოფილა. მათ წლები და ახლო მეგობრობა აკავშირებთ. ანუ ეს არ არის კორუფციასთან ბრძოლა, ეს არის პოლიტიკური მარსაჯულება, რომელსაც იყენებენ ღარიბაშვილის წინააღმდეგ და შესაბამისად ეხა ალბათ უთხრიან ირგვლივ ღარიბაშვილის ირგვლივ ხდება ყველაფერი და შესაძლებელია ბოლო გაჩერება ღარიბაშვილი იყოს. როცა მედია შეკითხვებს ბურჭულაძის კორუფციულ გარიგებებზე სვამდა, ღარიბაშვილი ყველას მწვავე თავდასხმებით პასუხობდა. მაგრამ დღეს, როცა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი ახლო მეგობარი და თავდაცვის ყოფილი მინისტრი კორუფციაში ამხილა, თავადაც გაჩუმდა. კამერებს ექს-პრემიერი არ დაუფიქსირებია არც კლინიკა ჰელსიკორში, სადაც ჯუანშერ ბურჭულაძე დაკავების შემდეგ სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ბრიგადამ გადაიყვანა. ღარიბაშვილის დაჭერას განიხილავენ? ირაკლი ღარიბაშვილი დუმს და ირაკლი ღარიბაშვილზეც დუმს ქართული ოცნება. ბატონო ირაკლი, გაგდებულებში ვის გულისხმობდით? ღარიბაშვილს, ლილუაშვილს, ჯუანშერ ბურჭულაძეს, რომელს გულისხმობდით ბატონო ირაკლი? მაშინ გვატყუებდით თუ ეხლა იტყუებით, რომელია სიმართლე მითხარით? საკუთარი სურვილით გავიდნენ თუ გააგდეთ? კომენტარს თუ გინდათ რომ გააგზავნოთ, გააგზავნოთ. მინდა რომ გავიგო ბატონო ლევან, რა მოხდა? რა მიზეზით გაუშვით ღარიბაშვილი, გომელაური, ჯუანშერ ბურჭულაძე? ამინდი შეიძლება თქვენი აზრით? ის მეოცნებეები, რომლებიც ადრე რიგში იდგნენ და ქების სიტყვებს არ იშურებდნენ, ახლა ყოფილი პრემიერის დაცვასაც აღარ ცდილობენ, როცა ეკითხები, ემუქრება თუ არა დაჭერა ღარიბაშვილს. თქვენ პერსონიფიკაციას უკეთებთ იმას, რაც არ პერსონიფიცირებულა. ბატონო გიორგი, კონკრეტულად რა შეცდომები დაუშვეს იმ მაღალჩინოსნებმა, ვინც გუნდიდან გააგდეთ? შეცდომებს თქვენი ღარიბაშვილი, ლილუაშვილი, ჯუანშერ ბურჭულაძე, მეტყვით რა ქმედებების გამო გააგდეთ? ბატონო კახი, თუ სერიოზული შეცდომები ჰქონდათ დაშვებული თქვენს ყოფილ თანაგუნდელებს, რატომ არ გითხარით მაშინ? აი, რატომ არ თქვით, რომ ისინი შეცდომების გამო გაუშვით? არ გამიგია რომ ეს მოიხსენიებინოს პრემიერ-მინისტრს, მაგალითად ვახო გომელაური ან რომელიმე მინისტრი, რომელიც მათ იმუშავეს, რაღაცა გააკეთეს ამ ქვეყნისთვის, მადლობა იმისთვის, რაც გააკეთეს, წავიდნენ პოლიტიკიდან, რა შეეპრობლემ. დადექით საერთო კომენტარს და გიპასუხოთ. სამივე თანამშრომლობდა ოპოზიციასთან, ეს ინფორმაცია. ნუ ავლენთ ქედმაღლობას, პატივიაცით თქვენ კოლეგებს. როცა ექს-პრემიერ-მინისტრი თანამდებობიდან მოხსნეს და ფორმალურად პარტიის თავმჯდომარედ დანიშნეს, ქართული ოცნება ამტკიცებდა, რომ ეს დაწინაურება იყო. მაშინ გითხრეს, რომ ირაკლი ღარიბაშვილი გადაიღალა და ამიტომ წავიდა. ახლა კი სიტყვა წასული გაგდებულით ჩაანაცვლეს. გუნდიდან გაგდებული ყოფილით ზოგიერთი ყოფილი წევრი ასაზრდოებს აქ რადიკალიზმს საქართველოში. ეს ადამიანები გუნდიდან იმიტომაც გაუშვეს და იმიტომაც გააგდეს, რომ სახელმწიფოს საწინააღმდეგო საქმეს ეწეოდა. დააკავებენ თუ არა ირაკლი ღარიბაშვილსაც? ძალიან გამიკვირდება, ვერც უშვებ იმას, რომ შეიძლება რამე კორუფციულ სისტემაში იყოს ჩართული. საერთოდ არის ეგეთი ფორმულა, რომ არაფერი არ უნდა გამორიცხო ამ ცხოვრებაში. ბიძინა ივანიშვილის მმართველობის დროს 4 წლის განმავლობაში დავით უსუფაშვილი პარლამენტის თავმჯდომარე იყო. ის ყველაზე კარგად ხედავს, რა ხდება დღეს ქართულ ოცნებაში. საქმე გვაქვს სერიოზულ შიდა აშლილობასთან. ამ შიდა აშლილობაში ცხადია ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია ირაკლი ღარიბაშვილი მეორედ წასული, ან უბრალოდ მეორედ გაწეული გვერდზე.
ღარიბაშვილი მეორედ მოსვლა წასვლის შემდეგ სრულიად სხვა ღარიბაშვილია თავის აღქმაში. ის თავიდან მოვიდა სრულიად უცნობი ადამიანი, გამოუცდელი, ამბიციების გარეშე, რაღაცა საკუთარი მომხრეების არ მყოლი. ახლა მას გაცილებით მეტი ამბიცია აქვს საკუთარ თავზე და მგონია რომ კი ის აღარ დაელოდება, როდის დაუძახებენ მას, შესაძლოა მან თავად იზრუნოს, რომ აიღოს რევანში იმათზე, ვინც ის გვერდზე გაწია. ესეც ცხადია სერიოზული ფაქტორია. ირაკლი ღარიბაშვილი კობახიძეს გუნდიდან გაწევას ვერ პატიობს. კობახიძეს კი მუდმივი შიში აქვს, რომ ღარიბაშვილი შურისძიებაში ეცდება და პრემიერად მესამე დაბრუნებას. ამიტომ მოქმედი ჩინოვნიკი ივანიშვილის კარზე ყოფილის გაშავებითაა დაკავებული. ცნობილი ისა კაცჯამიავირთხების გამოყვანის პროცესში რა ხდება? უფრო ყოჩაღები ჯერ სუსტებს გაანადგურებენ, შეჭამენ და მე რა ხდება? მე იწყებენ ერთმანეთის ჭამას. აი ახლა ჩვენ ვაკვირდებით იმ ფავორიტების, ივანიშვილის ფავორიტების მიერ ერთმანეთის დაჭმის პროცესს. ეს ნიშნავს იმაზე, რომ თავად ივანიშვილია უკიდურესად დასუსტებული. იცი, ივანიშვილი შეიძლება არ გაბრადეს რაღაცა მას სიტყვიერად, რაზე რამე გააკრიტიკო რაღაცა, მაგრამ როცა ფულზე ეხები ეს ადამიანი ფულზე უკვე სახელს კარგავს ფულის გამო. ამიტომ ის თulis რომ თუ ღარიბაშვილმა და მისმა ჯგუფმა რაღაც ფული მოიპარა, მე რა რო ეს ბიუჯეტიდან მოიპარა, ეს მისია, ეს ესე ფიქრობს. როგორც ჩანს, ვიღაცები არ იხდიან ამ ფულს, ან ანაძლევენ. ამიტომ არის ხა ვინც მას ფულს არ უბრუნებს ახლა ბაჩაშვილი ციხეშია, ბურჭულაძე ციხეშია. კობახიძე კორუფციულ სკანდალში ჯერ არ გახვეულა. კითხვები ჯერ მხოლოდ მისი გარემოცვის მიმართ არსებობს. ამიტომაც პრემიერად დასაქმებულმა კაცმა კორუფციასთან მებრძოლის მანტია მოისხა და ძველ კადრებს ასამართლებს. ჩნდება კითხვა, მოხდებოდა თუ არა ყოფილი ჩინოვნიკებისთვის ბრალის წარდგენა ივანიშვილის ნებართვის გარეშე. დიდი ალბათობით არა. ფაქტია, საჩვენებელი დაჭერები ქვეყნის არაფორმალური მმართველის სისუსტეზეც მიანიშნებს. ჩანს, რომ მას მართვის სადავეები ხელიდან გაიქცა და მისმა გუნდმა სამინისტროები ფულის საჭრელ მანქანებად აქცია. რა უნდა ოცნება ის იმ დარჩენილ ძალიან ვიწრო წრეს ასეთი ნაბიჯებით. პირველ რიგში უნდა საკუთარ მომხრეებში გაიმყაროს თუ დაიმკვიდროს იმიჯი, აი როგორ ებრძვიან კორუფციას. ცხადია ამას არავინ აღარ დაიჯერებს, იმიტომ რომ არა მარტო ბურჭულაძის მიმართ, არამედ ძალიან ბევრი სხვა თანამდებობის პირის მიმართ წლების განმავლობაში თქვენს მიერ და თქვენი კოლეგების მიერ დადებული ფაქტების მე ასეთი რომ გამოეძიებინ ამ ხელისუფლებას, მაშინ ქვეყანაც უკეთეს დღეში იქნებოდა და კორუფციასთან ბრძოლა შეიძლება დაგვეჯერებინა. რატომ გადაწყვიტეს სუში ხაბეიშვილისა და ბურჭულაძის დაკავების შესახებ ერთ ბრიფინგზე ელაპარაკათ? სამართლებრივი კავშირი ამ ორ საქმეს შორის არ არსებობს და ამის შესახებ არც თავად უსაფრთხოების სამსახურში უთქვამთ. თუმცა შექმნეს განცდა, რომ ხაბეიშვილი ქართული ოცნების ყოფილ წევრებთან იყო კავშირზე და მათი ხელშეწყობით ამხობდა ივანიშვილის ხელისუფლებას. ესეც კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე, რომ შიგნით აქ დიდი დაპირისპირება, დიდი ჩამოშლა, მათ შორის ეჭვიანობის გამოცხდება ეს ალბათ, იმიტომ რომ ეჭვიათ, რომ ლევან ხაბეიშვილს ჰქონდა არაერთი უტყუარი მტკიცებულება, რამდენი რამ თქვა, ყველაფერი გამართდა, რომ ლევან თვითონაც ამბობდა, რომ ჩვენი ყოფილი მაღალჩინოსნები აწვენიან ინფორმაციას, ალბათ ეჭვიათ ღარიბაშვილზე, გომელაურზე, ლილუაშვილზე და დღეს ახლა საჩვენებლად დააკავეს და სხვებსაც უთხრეს, რომ აი დაგიჭერთ თქვენს და დაგაკავებთ ყველას თუ გაბედავთ და ვინმე დადგებით ქართველი ხალხის გვერდით და არა ჩვენი კორუმპირებული ძინგამოპალი მთავრობის გვერდით. ქართულ ოცნებას მაღალჩინოსნები როგორც წესი ხელსარიელი არ ტოვებენ. ყველა საკუთარი თავის დაცვას კომპრომატებით უზრუნველყოფს. ძნელი დასაჯერებელია, რომ გრიგორ ლილუაშვილს, რომლის ხელშიც 5 წელი იყო მოსმენების სამსახური, არ კონდეს შენახული მასალები, რომლის გასაჯაროვებითაც ქართული ოცნების ჩამონგრევა შეუძლია. ლილუაშვილს თანამდებობა საკუთარი სურვილით არ დაუტოვებია. კობახიძემ ჯერ ვადაზე ადრე გაუშვა სუსის ხელმძღვანელობიდან, შემდეგ კი არარსებული სამინისტროს ფიქტიური პოსტი ისე ჩამოართვა, რომ კაბინეტში შესვლაც კი ვერ მოასწრო. ახლა ჩნდება კითხვა, აპატიებს თუ არა ლილუაშვილი ამ ნაბიჯებს ოცნებას, სამუდამოდ ჩუმად იქნება და გაგდებული სტატუსით თუ შურისძიებას ისე შეეცდება, რომ სცენაზე არც გამოჩნდეს.
დინარაძეს როგორც სუსის უფროს ეხლა ჭირდება რომ ბიძინა ივანიშვილსაც დაუმტკიცოს რომ რაღაცის გაკეთება შეუძლია და ბიძინა ივანიშვილსაც დაუმტკიცოს რომ აი ნახე ბიძინა შენ იქ ხაბეიშვილი რომელიც დამხობით გემუქრებოდა მე გავანეიტრალე და დავიჭირე იმიტომ რომ თვითონ დინარაძესაც არც ყობახიძესთან აქვს გადასარევი ურთიერთობა და ერთმანეთს ასმენენ ბიძინა ივანიშვილთან არც კალაძესთან აქვს კარგი ურთიერთობა და ერთმანეთს ასმენენ ლევან ხაბეიშვილს არც უცდია დაეფარა, რომ რასაც ლაპარაკობდა, შიდა ინფორმაციას ემყარებოდა. ახდა მის მიერ დაანონსებული დაკავებებიც. ამას დაემატა 4 ოქტომბრის მშვიდობიანი დამხობის შესახებ ანონსი, რომელიც მართლ პარტიაში რეალურ საფრთხედ აღიქვეს. რეჟიმის ეშინია რევოლუციური ცვლილებების და რეჟიმი იცის ძალიან კარგად რომ ეს რევოლუციური ცვლილებები საქართველოს მოქალაქეებში არის და ეს ბრაზი არსად არ წასულა. ვაორმაგებ $400,000 თავაზობ ყველა ძალოვანს, რომელიც გადმოვა ხალხის მხარეს, რომელიც არ დაემორჩილება ივანიშვილის რეჟიმს, რომელიც ფეხებსაც ვერ მომაჭამს. აი ეხლა მამუკა მდინარაძეს თუ ერთი ადგილი აქვს, შეუძლია მოვიდეს და დამიჭიროს მე. ქართულმა ოცნებამ თავისი რესურსი ამოწურა. დემოკრატიულ ქვეყნებში ხელისუფლებები როგორც წესი 2 ვადის შემდეგ ძალაუფლებას თმობენ, მაგრამ ოცნება უკვე მე-4 წრეზეა. უფრო მეტიც, ყობახიძე ოპოზიციას პირდება, რომ 2022 წლის არჩევნებშიც ივანიშვილის დაფუძნებული პარტია გაიმარჯვებს. ყობახიძე და ძმანი მისნი ყველაზე დიდ სიმართლეს მაშინ ამბობენ, როცა ასეთ ფრაზას იმეორებენ. ვინც გუნდი დატოვა ან გუნდიდან გავაგდეთ, თუ ცუდ რამეს ჩაიდენს, მას სახელმწიფო დასჭის. შეხედეთ ასთა წყობას, ვინც გუნდს უღალატა, მას სახელმწიფო დასჭის. ანუ რა, სახელმწიფო ჩვენ გვჭირდება ჩვენი გუნდის დასაცავად, ჩვენი გუნდის საკეთილდღეოდ. იმას კი არ ამბობენ, რომ ვინც კანონი დაარღვია ყველას და როცა დაარღვია მაშინ, როცა დავინახეთ მაშინ. არა. თუ კანონდამრღვევი ჩვენი გუნდის ერთგული წევრია, რა პრობლემაა, ის ხომ გუნდის წევრია. ქართული ოცნება ახლა პოლიტიკური დასასრულისკენ მიმავალი პარტია. ისტორია გვაჩვენებს, რომ უძლეველი ლიდერები და პარტიები ხშირად იმ დროს ემხობიან, როცა გონიათ, რომ ყველაზე ძლიერები არიან. ივანიშვილის მმართველობაც წლიდან წლამდე უკან მიდის და სულ უფრო უჭირს ძალაუფლების შენარჩუნება.